კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალამებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ლიდერებისა და მისი მიმდევრების კონკრეტული ქმედებები აგვისტოს ომისა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. ყოფილი ხელისუფლებისა და დღევანდელი ოპოზიციის განსხვავებულ მიდგომებზე პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მთავრობის მეთაური სვამს კითხვას, რატომ იქცნენ ოპოზიცია და მათი აქტივისტები რუსოფობად ბოლო წლებში და არა მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. პრემიერი იხსენებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობას რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე. სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს. როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და 10,000-ობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა. მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ. საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 100-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი, დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატ შეწირული ეროვნული ინტერესები დგას. საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად პირიქით მოხდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად. აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის სახალისება. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება. შეგახსენებთ, რომ არც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი რუსოფობები, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ჰქონდა და რუსეთთან საბაჭრო ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ. ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ, ფორმალურად მაინც, სამშობლოს ეხებოდა. როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე. როდესაც დავკარგეთ 100-ზე მეტი ქართული სოფელი. როდესაც დევნილად იქცა 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივად გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იქცნენ ისინი რუსოფობ
რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო. ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, NGO-შნიკებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ფიქრობ საკითხი, რომელზეც ახლა მსჯელობ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ, ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები. თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ Deep State-ია. ამ ფონზე საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა. ფიქრობ საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის. ის რის შესახებაც პრემიერ-მინისტრი წერილში საუბრობს, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ვიდეო არქივი მრავლად ინახავს ახლანდელი ოპოზიციური სპექტრისა თუ აქტივისტების ნაწილის ინტერვიუებს, სადაც 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ ოპოზიტიურ განწყობებს გამოხატავენ ოკუპანტთან კავშირების გაღრმავებას მიესალმებიან, ექს-პრეზიდენტი კი რუს ტურისტებს საზღვართან პირადად ხვდება. Россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, мы очень приветствуем. Уезжайте вы. Да еще которые едут на турист, со всеми. Часто ездят, нет? Сейчас хотя бы виза не нужно. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие. Добро пожаловать. Ყველა სასურველი სავსე რუსი ტურისტები. ჩვენთვის არის რუსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატია ეს არის, რომ აქ გადმოვა 100,000-ობით რუსი, აი მარტო ამ სასტუმროს გულისთვის. რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ, რომ ხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სამხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. რუსეთის რიტორიკულად გაღიზიანებისა მე საერთოდ არა ვარ მომხრე, რომ მართლა ყველა ონიშენკოს განცხადებაზე გამოვიდეს პრემიერი ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი და ილანძღოს რაც უდები არიან რუსეთში. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს და ამ მსხვილი ბრუნვაა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანია როგორიც არის VTB ბანკი, ისეთივე როგორიც არის RAO-ი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიურ ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ, ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. პრობლემა ყოფილა თურმე ის, რომ გასულ წლებში რუსულ კომპანიებზე მოხდაო რაღაც აქტივების გაყიდვა. და რა პრობლემა არის ეს, ვინმე მოდეს მე თქვა, ჩვენი მხრიდან რომ რაღაც პრობლემა არის რუსულ კომპანიებზე გაყიდვა. რუსეთის ბაზარს გახსნილს. როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ქართული პროდუქცია ამ ბაზარზე, ბატონო ზურაბ? ცხადია თუ ბაზარი გაიხსნება, მე მგონი ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნება და ქართული პროდუქცია თუ დაბრუნდება, ჩვენთვის ეს ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. Люба Успенская დამიჯდა და რომ დამიწყა თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი ნახავს პირველ გადაცემაში ჩემაშում აიღო უმა თურმანისგან ინტერვიუ სულ სხვანაირია იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობს სხვა გალაქტიკა სხვა მასშტაბებია საერთოდ ყველა ასეთ მოქმედების უკან მე მიყვარს ხოლმე დავინახო გარკვეული ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესი რა და ეს არის ხოლმე კარგი ის რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი რატომ გახდა ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეებისთვის რუსეთი ოკუპანტი არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. სააკაშვილის პარტიაში პარადოქსულ პოლიტიკას აუცილებლობით ხსნიან. უფრო კონკრეტულად კი აცხადებენ, რომ მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილები არ იყვნენ, ეს დირექტივა კი მათ ევროპიდან მიიღეს. მართლ პარტიაში კი აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ მათი ოპონენტების 2008 წლის ომის შემდგომი ლოიალური დამოკიდებულებებაც და ამჟამინდელი რუსოფობაც გარედან მიღებულ დავალებას უკავშირდება. აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ
სასწრაფოდ იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის ამას ხელი შეუწყოს, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალიან საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კულტურის და ეკონომიკის მიმართულებით, სადაც ვაჩვენებდით, რომ არ ვიყავით ასეთი აგრესიულები და ქსენოფობიურად განწყობილები უშუალოდ რუსეთის მიმართ. საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავდა 2022 წლიდან უცებ მთავარი რუსოფობი ხდები. აი ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე. ყველა ფაქტი ერთ სამწუხარო რეალობაზე მიგვითითებს. საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს. მათი პატრიოტიზმით, სოლიდარობაც და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვება საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა, ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან, კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვთ. როგორც ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე მსახურებიან deep states. როდესაც შეცვალეს მათ მიდგომები, აგენტებზე მაქვს საუბარი, ისე შეცვალა აგენტურულმა NGO სექტორმა. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ სინქრონში, მათ დამოუკიდებლად არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება, უფლება არ აქვთ და ეს არის ის ხვედრი, რაც ხვედრიც აქვს აგენტს, რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ. პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში შქმერი მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე ადგილზე მოსამზადებელი და სამობილიზაციო პროცესი მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 9 კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი ხელშეუწყობს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას. საგზაო სამუშაოები დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაზეც. მომინახულეთ შქმერი მრავალძალის გზის მშენებლობის სამუშაოები. ეს არის 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. და ამაზე მუშაობს აქტიურად ეკონომიკის სამინისტრო, მუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად შესაბამისი მასტერ პლანის მომზადებასა და რა თქმა უნდა, ამისათვის გზის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ტურისტული და გონია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციისთვის, იმისთვის, რომ აქ განვითარდეს ტურიზმი და ტურისტული სფერო. ეს ამ გზის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში არის უკვე დაწყებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2028 წლის ბოლოსთვის აღნიშნული გზაც იქნება დასრულებული. რაჭაში მეწყერ საწინააღმდეგო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზაზე მიმდინარე დამცავი ღონისძიებების პროცესს პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და სპეციალური დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რაც გზის უსაფრთხოებას და ქვათაცვენის პრევენციას უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი ასფალტირებული დროებითი შემოვლითი მარშრუტი, რომლითაც ადგილობრივები და რეგიონის სტუმრები შეუფერხებლად სარგებლობენ. ძირითადი საგზაო მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია კი მეწყერ საწინააღმდეგო სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება. თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ძალიან მოკლე ვადებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელთაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები და ასევე პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ მომავალში იყოს თავიდან არიდებული ქვათაცვენა და მსგავსი ტიპის პროცესები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ონის შესასვლელში განვითარდა მეწყრული მოვლენები, რის შემდეგაც ჩვენ ოპერატიულად ავაშენეთ ალტერნატიული გზა, რომელთაც დღეს სარგებლობს ონის მოსახლეობა და ასევე მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის თავიდან ბოლომდე დამუშავება, გაწმენდა და ისიც კაპიტალურად უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ამბროლაურის კულტურის სახლიც დაათვალიერა. შენობა უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო საკრეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. რეაბილიტაციის შედეგად შენობა გახდება მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რომელიც სახალხო თეატრს, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს გაერთიანებს. ამავდროულად შეინარჩუნებს ისტორიული იერსახეს და ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან. ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, იქნება კინოთეატრის სივრცე, უზრუნველყოფილი, აქ იქნება სამუზეუმო სივრცე, უნიკალური ექსპონატები აქვს ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია და ამაზე ასევე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეს ვადებში განხორციელდება ეს პროექტი. აქ ჩვენ ავაშენებთ ახალ კულტურის სახლს, დღეს ქონდა პროექტის პრეზენტაცია, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ საგამოფენო სივრცეები, არამედ ნებისმიერი კულტურული აქტივობისთვის იქნება შესაბამისი სივრცეები. თბილისის ახალი შემოვლითი საავტომობილო გზა ექნება დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოების მიზნით დაახლოებით 19 კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად საჭირო 250 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს ქვეყანა აზიის განვითარების ბანკისგან მიიღებს. სასესხო დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა მოაწერეს. მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. აზიის განვითარების ბანკი ტრადიციულად არის მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოსთვის, რომელსაც საქართველოში აქვს ინვესტირებული 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ძალიან აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტებში ინვესტირებას საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობას გააჩნია ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელი არის ძალიან აქტიური. ამ გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი არის დედაქალაქის სატრანსპორტო კვანძის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, მისი გაუმჯობესებისთვის და არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით იქნება ეს დატვირთული, არამედ თბილისელები ყოველდღიურად ისარგებლებენ ამ შემოვლითი გზით. მნიშვნელოვანი პროექტი არის, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დავიწყებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და უკვე ერთი ლოტი დასრულდება 2 წლის განმავლობაში, ხოლო მეოთხე ლოტი უკვე დასრულდება 30 თვის განმავლობაში. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი ვერასდროს გახდება. ზალუჟნის განმარტებით არსებული სტრუქტურით ალიანსში შესვლა შეუძლებელია, ქვეყანას კი რუსეთის სამხედრო პოტენციალთან მიახლოებისთვის უმცირე 12 წელი დასჭირდება. ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ უკრაინას ნატოში, ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, ამბობს უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ზალუჟნი. სახელმწიფო გუნდის შეფასებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა გაახმოვანა ის, რაც უკრაინის რეალობა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, უკვე მეხუთე წელია, რაც ომში მყოფ ქვეყანას ატყუებდნენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ატყუებდნენ იმასაც, რომ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ. თუმცა დაპირება რეალობად არ იქცა. განვითარებული პროცესები საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება ეკონომიკური ინტერესები კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაზე თუ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.
დენი ხნის განმავლობაში უკრაინას ატყუებდნენ და უკრაინელ ხალხს, რომ დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ნატოში, დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ევროკავშირში, გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ გაყინულ აქტივებს და ვხედავთ, რომ მეხუთე წელი არის დაწყებული და არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის და შესაბამისად ამ შემთხვევაში უკვე ეს განცხადება გააკეთა იმ ადამიანმა, რომელიც სამხედრო მეთაური გახდათ 2022 წლიდან მოყოლებული, დღეს ბრიტანეთში არის ელჩი უმაღლესი თანამდებობის პირი და პირდაპირ ხალხს ამცნო ის მწარე რეალობა, რა რეალობის წინაშეც უკრაინა დგას. ნახეთ ჩვენ როდესაც ამას ვამბობთ, რომ ეს ღია კარის დღე და აბსოლუტური ფარსი არის და ტყუილი არის და უკრაინა ვერ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს არის უფრო ორპირი კარის პოლიტიკა, ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს და ამას ეძახდნენ რუსულ ნარატივს. სინამდვილეში ხედავთ ჩვენ, რომ უკრაინამ ამდენი სისხლი დაღვარა 2022 წლიდან მიმდინარეობს ომი და მას ყოველწლიურად და ყოველდღე პირდებოდნენ, რომ ისინი გახდებოდნენ ნატოს წევრები და ეხლა ხედავთ ჩვენ, რომ მათ პრაქტიკულად გამორიცხული არის, რომ ისინი გახდნენ ნატოს წევრები. ჩვენ ყველამ უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფერთან უნდა გამოვიტანოთ შინაარსი და აზრი ის, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური ინტერესები, ჩვენი კეთილდღეობა არ უნდა იყოს მაინდა-მაინც ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაზე თუ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენ თუ გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო და ხელისუფლება მიესალმება ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თავად ნატო არ იქნება მზად ამ ყველაფრისთვის, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მრავალვექტორული პოლიტიკა. ჩვენც ხო ვიცით, ხო ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი, ხო? მთელი ამ წლების განმავლობაში ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო, როგორიც უკრაინა, ატყუებდნენ, რომ აი ნატოს კარი ღიაა, მაგრამ რეალურად ყველა ხვდებით, ხო, რა მოცემულობაა და რა ვითარებაა, ხო? უკვე თვითონვე არ ერიდებიან, თვითონვე ღიად აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, რომ ეს ფაქტიურად შეუძლებელი და გამორიცხულია. სიძულვილის ენის გამოყენების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების სამართალწარმოება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ნაგლიაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. დავით ნაგლიაშვილი პროცესს არ დასწრებია. მოსამართლემ მის სამართალდამღობა ცნო და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ბატონ დავით ნაგლიაშვილის მიმართ სამართალდამღობის ოქმი შედგენილი იყო 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ანა წითლიძეს. დღეს სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, აგრეთვე ვიდეო მტკიცებულება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პირის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა სამართალდამღობას ადგილი, რომელიც გულისხმობდა წვრილ ხულიგნობას, მის მიმართ სახდელის სახით მოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სიძულვილის ენის გამოყენების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელეს ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც. მოსამართლემ თემურ გორდენოლოვის საქმე განიხილა, მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცოტნე ივანიშვილს. თემურ გორდენოლოვი სხდომაზე არ გამოცხადდა, ის მოსამართლემ სამართალდამღობა ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ცოტნე ივანიშვილს. წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში უტყუარად დასპურდებოდა სამართალდამღობის ფაქტი, შესაბამისად სასამართლოში დაძლეული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცების ტვირთი სამართალდამღობის ჩადენასთან დაკავშირებით. ჩვენ სასამართლოს წინაშე ასევე ვიშვალმდგომლეთ სახდელის სახით ჯარიმის გამოყენება. ამასთან სასამართლოს მიუთითეთ, რომ კონკრეტული პირის მიმართ არსებობდა საქმეში დამამძიმებელი გარემოებები მის წარსულთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პირის სამართალდამღობა ცნო და მას შეუფარდა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ქართულმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის კურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატიურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს და მოქმედებდნენ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მათი პირადი ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების შხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები. დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება.
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა გამოცდილს, გამოცდის გაგრძელების სანაცვლოდ ფულადი თანხა შესთავაზა. სააგენტოს თანამშრომელმა ქრთამის აღებაზე უარი განაცხადა, ელექტრონულ ბაზაში უარყოფითი შედეგები დააფიქსირა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დაადგენილ ვადაში მიმართავს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბაგაბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს. გამოძიებით დაადგინდა, რომ კომპანიებმა BGM1-მა და ქართული ხორცპროდუქტების ფერმამ, რომელსაც მოგებული ტენდერის საფუძველზე საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის მიწოდება უნდა უზრუნველყოთ, 2026 წლის მაისში საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცი შეიტანეს. შედეგად ისინი თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის ტყის ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. განახლებული ინფრასტრუქტურა ვიზიტორებს ბუნებაში დასვენების, საფეხმავლო მარშრუტების აღმოჩენისა და ეკოტურისტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პარკში შეიქმნა სივრცეები სხვადასხვა ასაკის სტუმრებისთვის. მოეწყო საბავშვო გასართობის ზონა, ამფითეატრი, დასასვენებელი ადგილები, რაც ბუნებაში ყოფნას უფრო კომფორტულს და მრავალფეროვანს ხდის. სააგენტოს მიზანია შექმნას თანამედროვე უსაფრთხო და კომფორტული ტურისტული რეკრეაციული სივრცეები. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის ეროვნული პარკის პროექტი. ეკოტურიზმის განვითარებას ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას შექმნან ახალი ტურისტული სერვისები, განავითარონ მცირე და საშუალო ბიზნესი და დამატებით მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. ბავშვთა ამფითეატრი არის პირდაპირ ამ ლოკაციაზე. მოდიან სკოლის მოსწავლეებიც, ექსკურსიები იმართება, ღონისძიებები ტარდება. თბილისთან ძალიან ახლოს არის, დაახლოებით 1 საათის სავალზეა. კეთილმოწყობილია მანქანის სადგომი, პარკინგი. მდინარე ვერეს ხეობაში ნატანმჭედი ცხაურის გამწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პრევენციის მიზნით იწმინდება ცხაური, რომელიც ნაფეთრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რათა უხვინალექის შემთხვევაში მდინარის წყლის დიდი ნაკადის თავისუფლად გატარება შეძლოს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. ტერიტორია ოპერატიულად ტექნიკის საშუალებით იწმინდება. სამუშაოს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნა. ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ ამ სამუშაოებს, ყოველთვის დაკვირვების რეჟიმში ვართ, როდესაც უხვინალექი მოდის, ჩამოაქვს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, წარცეული ხეები და სხაურები საჭიროებს გაწვენით სამუშაოებს. ამჟამადაც მიმდინარეობს ეს სამუშაოები, დაახლოებით 1 კვირა 10 დღე დაჭირდება. მთლიანად იქნება მოწესრიგებული. 2015 წლის მომხდარის სტიქიის შემდეგ ვერის კალაპოტში 2 ადგილზე მოეწყო ნატანდამჭერი ცხაურები. უხვინალექის შემდეგ ყოველთვის სისტემატურად ვამოწმებთ ჩვენ ამ ცხაურებთან მდგომარეობას და თუ მოტანილი აქვს მდინარეს როგორც აღნიშნე ხისტოტები, სხვადასხვა ნივთები თუ მიწის მასა, ხდება აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება. ზუსტად ეს სამუშაოები მიმდინარეობს ახლა. გუშინ დავიწყეთ ეს სამუშაოები და დაახლოებით 1 კვირაში 10 დღეში სრულად გაიწმინდება ეს ტერიტორია. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩაულ კულტურებს, საზამთროს და ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. მონიტორინგი სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით ნიტრატები კანონმდებლობით დაადგენილ ნორმებს არ აღემატება. 2026 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სათანადო წესით აღებული იქნა საზამთროსა და ნესვის 50 ნიმუში. ნიმუშები გამოკვლეული იქნა ამ ეტაპისთვის პრიორიტეტულ დამაბინძურებელზე ნიტრატების შემცველობაზე. მინდა გითხრათ, რომ
წლევანდელი კვლევის შედეგებით საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში შეუსაბამობა არ გამოვლენ. ახალი ამბებით 16 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.